ჩვენს ეთერში მარიამ გაბედავას რუბრიკის დრო მოვიდა უკვე ოჯახური ურთიერთობები ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს და ინტერესს იწვევს ხოლმე მაყურებელში და ზუსტად ამიტომ ჩვენი გადამღები ჯგუფი კობე ჭეფხოძეს და მის ოჯახს ესტუმრა როგორია კობას და ლელუკას ოჯახური დილო ვნახოთ უკვე მარიამ გაბედავას რუბრიკაში. საინტერესო. ოჯახში ისწავლება ყველაფერი. არა მოვარდე კარო ამინდი არ შეცვალო დილამშვიდობისა საქართველო დღეს ჩვენ ვიმყოფებით კობა შემოქმედელი ჭეფხოძის ოჯახში. ნახოთ როგორია მათი დილის რუტინა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა რომ მასპინძლობთ. მადლობა რომ თქვენი დილა როგორია? უფრო გიჟური, ქაოტური, მოსწრებაზე თუ ჩვენ ვართ გურულები. ჩემი შვილები არიან გურულები და ასევე ძალიან ხმაურიანი ოჯახი ვართ, იმიტომ რომ ბევრნი ვართ თან და აი დილა არის განსაკუთრებულად დატვირთული, ხმაურიანი და სულ მუსიკა თუ არის ხოლმე ჩართული დილიდან? ჩვენ შვილებს ძალიან უყვართ ჯაზი, კლასიკური მუსიკა, ძალიან პატარაობიდანვე შევაყვარეთ და ჩვენ დილა იწყება მუსიკით და საღამოს სულ მუსიკაში ვართ, ასე თქვა. საღამოსით მანქანაში არა სხვათა შორის, რადგანაც მანქანაში მირჩევნია რომ საერთოდ არ მქონდეს მუსიკა და გვაქვს ხოლმე ხშირად ჩხუბი, იმიტომ რომ აი მანქანაში რადგანაც ვისმენებ მუსიკა. გიყვართ სამზარეულოში მე იმდენად მიყვარს სამზარეულოში. ფუსფუსი ასე ვთქვათ, რომ რაღაცები გამოდის მე მგონი. აი მიყვარს ქართული ძირითადად. ცომთან ჯერჯერობით არ აქვს ურთიერთობა და მგონია რომ იმასაც არა, ცომი შენთვის მომინდია, ასე და ხორცის კერძები რაც შეეხება ხორცს, იმიტომ რომ მიყვარს ეს და ამბობენ რომ როცა კაცი ამზადებს ზირითადად გებრიელი გამოდის ხოლმე. კი, ხო, ძალიან. ამბობენ. მართლაც ესე არის, იმიტომ რომ შევზარეულები ძირითადად კაცები ქალბატონებს არ ეწყინება იმედია. იმიტომ რომ რაღაც მე მგონი თვალი ზომით აკეთებენ უფრო და არა რაღაც გაწერილი რეცეპტებით. თვითონ იმდენად მოწონს ამ ყველაფრის კეთება, მე თუნდაც ახლა ახალ სახლში გადმოვედით და არ მიშვებს არაფერს და მეც არ ვეწინააღმდეგები. საუზმეს ეტყობა რომ ძალიან ესთეტი ბრძანდებით. კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმამაზე. ყოველთვის ესეთი მოწესრიგებული საუზმე არის ხოლმე, როგორც არ უნდა გეჩქარებოდა. არა, ყოველთვის არა. ყოველთვის არ გამოდის, ბავშვებთან არ გამოდის, მაგრამ ვცდილობ რომ ესე იყოს სულ და ბავშვები მივაჩვი აი ამ სხვათა შორის ყოფილა შემთხვევა რომ ჩვენ პროფესიიდან გამომდინარე ძალიან იშვიათობაა ეს ამბავი, მაგრამ სახლში შემომირბენია და აი უცებ მაჭამე და გავიქცევი რა. თავისი წესებით, აი როგორ შეიძლება ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ლელუკა არის ექიმების ოჯახიდან, ბაბუა, ბებია, დედა, მამა, სულ ექიმები არიან, სულ წესებით მიირთმევენ. არ შეიძლება ჭამიდან ჭამამდე რაღაცა უნდა დაიცვა. და მირჩენია რომ გარეთ შევჭამო, იმიტომ რომ ამის დროს ამწუხაროთ. მე მომწონს აი, როდესაც ოჯახი ერთად საუზმობს, ერთად სადილობს, ერთად ვახშმობს, მაგრამ ჩვენ არ გამოგვდის ჩვენი პროფესიიდან გამო. მაგრამ შენ მაქსიმალურად ვცდილობ. მე მაქსიმალურად ვცდილობ. როგორი მამაა კობა? და რამდენად ჩართულია შვილების საქმიანობაში? შესაძლებელია ძალიან ჩართულია ნამდვილად. ძირითადად მე მყავს ბავშვები სკოლაში. იწყება აღზრდელობითი საუბრები. ძირითადად რა პრობლემას დღეს მსოფლიოს წინაშე დგას, ეს არის ტელეფონები. ჩხუბით ვერაფერს ვერ გავხდებით, იმიტომ რომ სხვანაირი ბავშვები არიან. სხვანაირი თაობა. ძალავ TikTok-ს და არ. მაგრამ ყველაზე მაგარი და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ თაობას შეუძლია მეგობრულად და მეგობრულად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცეები ერთად გადავწყვიტოთ და გავაკეთოთ და ეს ძალიან მიხარია. თავარი რაც არის მნიშვნელოვანი შვილების აღზრდაში? ალბათ ურთიერთობა და მეტი დროის დათმობა. შენ რასაც ანახებ, შენ როგორც იქცევი, შენ როგორც ცხოვრობ, ალბათ ისე ზრდი შვილს. ოჯახში ისწავლება ყველაფერი.
ესე გავიზარდეთ ჩვენს ესეთ ტრადიციებზე და მეს მომწონს და მოწონს ჩვენ შვილებსაც სხვათა შორის და მე მაინც მომხრევა ტრადიციების, მომხრევა ყველა დღესასწაულის აღნიშვნის ოჯახში, მომხრევა ოჯახის ერთიანობის და არ მომწონს, როცა ბავშვები თავის ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას პატარა ასაკიდან. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო მათთან ესეთი მჭიდრო ურთიერთობა. დილა არის ხოლმე ესეთი, რომ ღიღინით იწყებთ? არა. მაშინ პირდაპირ სიმღერით ვიწყებ. ხო, ღიღინით არ იწყებს. ამას გამღერებას ვეძახით ჩვენ მუსიკალურ ენაზე, იმიტომ რომ დილით არ უყარს გაღვიძება, მოკლედ მე ვიტყვი და არც ღიღინებს, არც მღერის უფრო გაბუსუნებულია და არა მოვარდე ქარო, ამინდი არ შეცვალო, ჩემი ბადარა ნუნუ, ჩემგან არ დაიღვანო, ამოვარდება ქარი, ამინდი შეიცვლება, ჩემი ბადარა ნუნუ, ჩემთან აღარ იქნება. თქვენ სიყვარულზე მომიყევით? ეს იყო დიდი ხნის, ეს იყო მაშინ. თეატრაულის კვარტეტის პირველი თუ მეორე რეპეტიცია იყო, ეს იყო სადღაც 2003 წელი. დათო არჩვაძეს ვიცნობთ ყველა. მეგობრობდნენ ბავშვობიდან და დათო მოიყვანა ლელუკა და გაგვაცნო და იმის შემდეგ ასე ვთქვათ, ჩამევარდა გულში და დაიწყო 8 წლიანი დევნა თუ რა ქვია. ხო, ნუ ერთ ვერ მოვიგე ამ გოგოს გული და ბოლოს 8 წლის შემდეგ მოხდა ისე, რომ დღეს ოჯახი გვაქვს და 2 შვილი გვყავს ასე რა. იყო ხოლმე ეს სერენადების მიძღვნები და ვერ უძღვნიდი, იმიტომ რომ ნუ ჩემზე მაგრად და კარგად ვღეროდა არა, შენზე მაგრად რას ისულელეს. ასე რომ სიმღერით ვერ ვაკვირვებდი მაშინ. ვერ დავიჯერე. ალბათ მოწონდა არ ვიცი, მაგრამ მაინც. მომწონდა რა თქმა უნდა, ეხაც მომწონს. რა სიმღერა უხდება თქვენ სიყვარულს? აი უცებ ახლა რა გახსენდებათ, რო წაგვეღებინო. ზისადარო ლამაზოკა. კიდე იცი რას მიმღერი იმას? მე ესეთი გოგო მეყვარს. და მე და გელამ გადავაკეთეთ ეს ტექსტი და ესე უმღერით ანუგის და ლელუგას. ჩვენ ისეთი გოგოები გვიყვარს, სხვაზე ლამაზი. ძალიან მოწონს ჩვენ ესეთი საერთოდ გოგოები. ანუგის სიმღერებზე ხო გიждდები და აი ეს სიმღერა განსაკუთრებით გვიყვარს და ვუძღვნით რა თქმა უნდა ჩვენს მეუღლეებს. როგორია კობა სახლში, როგორცაც მაყურებელი არ იცნობს. ხო, იმდენად იღლება დღის განმავლობაში და იმ თელ სულს და გულს თავის პროფესიაში და კონცერტებიც ძალიან ხშირად აქვს და რაც გიყვარს იმ საქმეს რო აკეთებ, არ იღლები, უბრალოდ იცლები ალბათ, ხო? ემოციურად იცლები და სახლში არის ხოლმე რაღაცნაირად სულ აი ესეთი. უფრო მშვიდი. უფრო მშვიდი.